რუსთავში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საქმეთა კომიტეტის პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამართლებრივ საქმეთა კომიტეტი თვითმმართველობათა ასოციაციის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანიც საკანონმდებლო პროცესებში თვითმმართველობების ჩართვა და იმ სამართლებრივი აქტების განხილვა შეფასება, რომლებიც მუნიციპალიტეტებს მოსახლეობისთვის უკეთესი სერვისების მიწოდებაში უნდა დაეხმაროს. კომიტეტის მიზანი არის, რომ პირველ რიგში უზრუნველყოს ათეას წევრი მუნიციპალიტეტების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესებში. შესაბამისად, ყველა ის კანონპროექტი, ყველა სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც უშუალო გავლენა ექნება და სამართლებრივი შედეგები ექნება მუნიციპალიტეტებისთვის, გადმოიგზავნება ათეაში, ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტში, რათა ამ კომიტეტმა მუნიციპალიტეტების სახელით წარადგინოს საკუთარი შენიშვნები, წინადადებები, რეკომენდაციები. რუსთავში ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კოლეგებთან ერთად ვიმსჯელეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც საკანონმდებლო კუთხით უნდა განხორციელდეს, რომ მუნიციპალური რეფორმები და ის სიახლეები, რაც გვინდა რომ დავნერგოთ მუნიციპალიტეტებში, გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი, კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ. ის საკითხები, რომლებიც აწუხებს თვითმმართველობას, ის შემთხვევაში საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს და რა თქმა უნდა პარლამენტი მზად არის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობისთვის იმისაც, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებული იყოს უკეთესი მომსახურების გაწევისით ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს შესაბამისი რესურსი და საშუალება უფრო ეფექტურად მოესახურონ ჩვენს მოქალაქეებს.